არსებობს სიმართლე, სინამდვილე და ჭეშმარიტება. სიმართლე არის ის, რასაც ჩვენი თვალებით ხედავთ. სინამდვილე არის ის, რაც მის მიღმაა. ხოლო ჭეშმარიტება არის ის, რომ არც სიმართლე არსებობს და არც სინამდვილე. მოკლედ, ყველაფერი სუბიექტურია. ხოლო ჭეშმარიტება თუ ეგაა, რომ არც სიმართლე არსებობს და არც სინამდვილე, მისი ძიება ერთ დიდ წრეზე ტრიალს გავს. ხოლო შენს თუ არ გინდა უსასრულოდ ერთ წრეზე სიარული, გამოიწერე წრე და გამოყვევი ჭეშმარიტების ძიებაში. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ბაზარი არაა და დღეს ერთმანეთის წინააღმდეგ იკამათებენ კოკო და ალბერტო. როგორ ხართ? შენურად, კამათის განსხვავებით. მეც ეგრეთ ხართ. აი, სანამ გადავალთ უშუალოდ კამათზე, მადლობა გადავუხადოთ დირთიებით ვარდს, რომელშიც ვიმყოფებით ახლა და დაგვითმა ეს სივრცე. ნებისმიერ საღამოს შეგიძლიათ მოგბრძანეთ ჩვენ მაყურებელს ვეთყვი და დაგხვდებით ხარისხიანი მუსიკა, კარგი გარემო, კარგი სასმელები და ასე შემდეგ. აი, ვინ დაიწყებს პირველი? რა ვიცი. გავთხოვოთ ბატონო. კარგი. ამ ეტაპზე. აი, რენდომად აიღე აქედან თემა და დააფიქსირე პოზიცია ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით. ხო. სახელმწიფო უნდა დააწესოს ანაზღაურების მინიმალური ზღვარი. ამას მე არ ვეთანხმები, არ უნდა დააწესოს. არ ეთანხმები. აი, შენ ავტომატურად ეთანხმები ამ პოზიციას, ხო? დავეთანხმებ. აი, დრო გიქნებათ არგუმენტების მოსაფექებლად, რამდენი საჭირო იქნება და მე დავიწყოთ. დავუბრუნდით ძალიან მალე მოიფიქრეს არგუმენტები ბიჭებმა და ალბერტო იწყებს რახანა იყო ბარათი პირველი. შენ უნდა დაიცვა პოზიცია, რატო არ ეთანხმები, რომ სახელმწიფო უნდა დააწესოს მინიმალური ანაზღაურების ზღვარი 2 წუთი გექნება გახსნისთვის და დრო რავი ჩაერთო შეგიძლია დაიწყო. ხო, მოდი მარტივად დავიწყოთ, რომ მინიმალური ხელფასი ძალიან მარტივად და ლამაზად ჭირს, რომ ვაიმე გამაგარია, რომ სახელმწიფო დააწესოს მინიმალურ ხელფასს, რაღაც ექიმის ფასი და გაჭიროებულები აღარ მოყოლება და ყველა იქნება ძალიან ბედნიერი, მაგრამ ეს ასე არ ჭირს, იმიტომ რომ ყველაზე მარტივია რაღაც ისეთი ხალხი, რომელიც ეკონომიკაში მარტივად დააჯერო, რომ მინიმალურ ხელფასი იქნება სიკეთე. მე კიდე საერთოდ პირიქით გონია, რომ მინიმალურ ხელფასი არის ბოროტება. რადგან ის რომ სახელმწიფოს არ აქვს ჯერ ყველაზე კარგი არგუმენტი ჩემს არის, რომ სახელმწიფო არ უნდა ედებს ორი ადამიანის გადაწყვეტილებაში, ეს ცალსახა, იმიტომ რომ დასაქმებულსა და დასაქმებულ შორის ჩარევა მე სახელმწიფოსგან სულად უსაფუძვლო მგონია და ხო, ასე ყველაზე მთავარი რაც არის მინიმალურ ხელფასში არის ის, რომ მინიმალურ ხელფასი ვერასოდეს ვერ დაისავს დასაქმებულს. რაც წინააღმდეგ უფრო იმუშავებს, რადგან როდესაც მინიმალურ ხელფასი წესდება ნებისმიერ საზოგადოებაში, საქართველოს არ იქნება არცის გამონაკლისი, იმიტომ რომ ეკონომიკის რეფორმებზე არის ეს საყაროა წყობილი, უფრო მეტი ადამიანი დაგაკეთებს სამსახურს, იმის გამო რომ დასაქმებელი უბრალოდ ვერ გადაუხდის დასაქმებულს ხელფასს და მაგით დამკვიდრდება ეს ურთიერთობა. რამდენიც არ უნდა დასწრეს მინიმალურ ხელფასი, შანსი არ აქვს სხვა შეფიქს უბრალოდ ვერ გამოუწევს და ხალხი ისე დაგაკეთებს თავის სამსახურს, რომ არც დარჩება რაც ჰქონდა და არც ანუ ორივე მხარე იქნება წაიღული ჩემი აზრით. ამას ვფიქრობ მე. ხო, მინიმალურ ხელფასი ზოგადად ესე როგორც ვთქვი, ძალიან კარგად ჭირს, მაგრამ არ არის ლამაზად არ ჩანს ეკონომიკაში, იმიტომ რომ როდესაც შენ რაღაცა მინიმალურ ხელფასს აწესებს, სიტყვაზე საქართველოში ვავიდოთ 1000 ლარი, ჩვენ გავუცნოთ, რომ ვიღაცა იმუშავებენ 700 ლარად, 600 ლარად, 500 ლარად, რომლებიც მოუვიდნენ თავის დამსაქმებელს და ეს მათთვის დამოკმოყოფილებელია, იმიტომ რომ ადამიანი თუ მუშაობს და მეორე უხდის, ეს უკვე რაღაც ტიპის გარიგებას ნიშნავს. ეს წმინდა ჩემი აზრით. დრო გავიდე დავასრულებარემ. როდესაც შენ ამ ორი ადამიანის შორის გადაწყვეტილებაში ერევი, შენ უბრალოდ ორი ადამიანს მიიღებს ცხოვრებას, ეგ არის და ეგ. გასაგები, მადლობა. კოკო, შენ გექნება 2 წუთი, რომ დაიცვა პოზიცია, რატო უნდა დააწესოს სახელმწიფო მინიმალური ანაზღაურების ზღვარი. ჩავრთოთ დრო, კი. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მე ვიტყვეს რაღაცას და გავხსნი ეს საუბარს. ანუ პირველ რიგში ტოპიკი თვითონ იწყება ერთი ზამთრის რომელიც არის სახელმწიფო. სახელმწიფოს მიერ დაწესებული მინიმალური ზღვარი არ არის განაპირობებული მხოლოდ ერთი ფაქტორით, რომელსაც შენ ასახელებ ამ შემთხვევაში ერთი პირის და მეორე პირის ურთიერთობა და არის უამრავი სხვა ანუ ზემდგომი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ამ გარკვეულ მინიმალურ ზღვარს.
თუ ჩვენ ვსაუბრობთ მინიმალურ ზღვარზე, ადამიანი, რომელიც არის ამ შემთხვევაში დასაქმებული, ხო? გააჩნია რაღაც თავისი მინიმალური ზღვარი, არა მხოლოდ პირობითა დანაზღაურებაში, არამედ ნებისმიერ სხვა ცხოვრებისეულ ფაქტორში, რაც არის მისი ნებისმიერი commodity პირობითად, სასწავლებლის შვილებისთვის, საკვები, ელემენტარული ცხოვრების მინიმუმი, ესე ვთქვა, ხო, საცხოვრებელი მინიმუმი. საცხოვრებლის მინიმუმიდან გამომდინარე იქმნება უკვე ეს მინიმალური ზღვარი სახელმწიფოს, ხო? ანუ სახელმწიფოს სწორი რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში და სწორად გატარებული რეფორმის შემთხვევაში მინიმალური ზღვრის დაწესება თუნდაც 1000 ლარის ოდენობით, ხო? არის უკვე თანაფარდობა, რომელიც დაიჭერს სტაბილურობას ქვეყანაში, ჩემი აზრით. მაგიტომაც ვეთანხმები. ხო, ჩემი პოზიცია არის ესეთი, თუ მე მაქვს ხელფასი 1000 ლარი, მე ეს 1000 ლარი უნდა ყოფილდეს იმისთვის, რომ მერქვას ადამიანი ფენა, რომელიც ახერხებს სიცხოვროს ადამიანურად და ადამიანური რაღაც მოთხოვნილობები დაიმოყოლოს. მეტი არაფერი. მე მგონია რომ ყველა არ არის დაბადებული იმისთვის, რომ იშოვოს მილიონები რა. გასრულე? კი ბატონო. კაი არგუმენტები იყო ორივე მხრიდან. სანამ გადავალ საერთო წუთზე, მაყურებელს შევახსენებ, რომ გამოიწეროს არხი და დაალაიქოს ვიდეო. უამრავი სადებატო თემაა კიდე, რაზეც შეგვიძლია დავსხდეთ და ორი განსხვავებული აზრი მოვისმინოთ. და ნუ თქვენზე ეგ დამოკიდებული გავჩერდებით თუ არა, რაც მეტი გამოწელი გვეყოლება, უფრო დიდხანს გაგრძელდება პროექტიც. აი შეხურებულები ვართ უკვე და შეგვიძლია ჩავთვალოთ საერთოდ დროც. ხო, რადგან შენ დაასრულებ მოდი მე რაღაცები დავჭერე შენს ნარაბარგებში და რაღაცა არ მომწონა იმაზე გეტყვი რა. შენ ვფიქრი რომ ანუ ადამიანი შემოწესებს თავისას რამდენი მინდა ხელფასი გიგლი არის რა. ანუ შრომა ფასდება, ანუ რაღაცა ტიპის შრომა, ის ფასდება დასაქმებელი ამით რომ აი ეს რაღაც საქმე ეს შრომა ეს ფასი და ამაზე ეცებს ხარჯს თუ ეს რაღაცა 300 ლარი 400 ლარი და ვიღაც მივიდა და თახტება რომ კი მე საერთოდ შევასრულებ 400 ლარად ეს წინააღმდა რა ეკონომიკაში დადებული გარიგებაში არავინ არ უნდა ერეოდეს და ოდესაც შენ მინიმალურობას დააწესე მოხდება ის რომ ეს ადამიანი რომელსაც უღირდა 400 ლარად იმუშავა 10 ლარად და დასაქმებელს უღირდა 400 ლარად გადაუხდი და გამოვა ის რომ 10 ლარზე ვეღარ მევარ მოაიქ მაჩვენე როგორც დასაქმებელი დაიკარგა. მე შევიკითხები ეს რაღაცას, რა ღირს მოლარეობა და რა ღირს გენური ინჟინერია. აი, ველოდებოდი რომ მაგას მეტყობი რა და მაგალითად ძალიან კარგი არგუმენტი შენთვის რა. საქმე იმაში მდგომარეობს რომ მოლარეობას, რომელსაც შენ მიდიხარ და არნაირად არ გაქვს და მიდიხარ და ეგრევე საქმეები. ძალიან არასწორად აფასე მოლარეობას. მოდი ჩემი მოისმინე რა. ნუ ეგრეა. კვალიფიკაცია ძალიან ნაკლებია, ბაზარზე რო ვიშოვე ეგეთი ადამიანი ძალიან ნაკლებია, შენ არ ხარისკავ და ის ასე ვქოთ საქმეს ღირს ის რაც ღირს ეგრე და მოჭა ანუ შენ როდესაც ამ უფრო სიტყვაზე მას აქვს დაბალი შემოსავალი ეს ყოველდღიურად პრობლემა დასაქმების პრობლემა ვერანაირად ვერ იქნება რა ეკონომიკური გარემოწერლები არის ღირს არ 800 ლარი ღირს ხო საშუალოდ ხო 800 ლარი ღირს მოდი მე მარტივად გეტყვი ეს რაღაც რა ალბათ რაღაცა X ქართული კომპანია რომელიც ყავს მილიონობით ეთი 10000-მდე ადამიანი ყავს დასაქმებული მას რომ მინიმუმ აი 800 ლარი და სულ გავზარდოთ 1000 ლარი 100 ლარი რა ეს მოგავოიწევს იმას რომ შენ გჭირდება ანუ როდესაც ბიზნესი ხარ ბიზნესი გჭირდება რომ 10 მილიონით მეტი შემოსავალი ქონდეს და წარმოუდგენელი რაღაც გონია ჩემი აზრით რა და ბიზნესი ყოველ შეიძლება რომ იმ სამუშაოზე ის 800 ლარი მუშაობს არა 1000 ლარი და 1200 ლარი იშოვოს შემოვიდა თახტებოდა იმას რომ 700 ლარს შევას 750 ლარს შევას უკვე დავწერთ და ის ადამიანი რომელიც დათანხმდება ამ ყველაფერს მივა და იმუშავებს იმ ადამიანს ჩვენ არ უნდა წავართოთ ის რომ აი შენ თურმე ჩაგრავს ვიღაც კომპანია და უეჭორა ჩემი მიდია 1000 ლარი მოთხოვა რადგან როგორც თანაც გადავიდეთ მე ვდგეს რაღაცას დადახმავაზე არ არის მე პირველ რიგში ვახტობი შენ რატომ ელაპარაკები დამსაქმებლის პოზიციიდან ეგერთი მე ვცდილობ ვილაპარაკო ადამიანის პოზიციიდან დამსაქმებლის პოზიციიდან და გავიზიარო ის ტკივილი თუნდაც რაც მათ გააჩნიათ მეორე ანუ ანგარიშ სწორებაში გვაქვს აშკარად გარღვევა, ანუ ლაპარაკობ 800 ლარიან ზღვარზე თუ 900 ლარიან ზღვარზე ხელფასზე, სადაც კომპანიაში არის დასაქმებული 10000 კაცი და პირობითად ვშევობთ იმაზე, რომ ყველას აქვს 800 თუ 900 ლარი, ხო? ხო, რაც გამოდის 80-დან 90000 ლარამდე ფიზიკურ სახელფასო განაკვეთი. 10 მილიონზე საიდან მოდის? წლიური. თუ მეტისაც რა. წლიური გრუნვა? კი. მაინც ვერ გამოდის 10 მილიონი, გამოდის 960 ლარი გამოდის წლის მანძილზე ხელფასი, სახელფასო გრუნვა. შენ მელაპარაკები 10 მილიონს. ანუ შენ მელაპარაკები იმაზე, რომ სადაც 9 მილიონი 20000
უნდა მე რატომ ვესაუბრები როგორც ასეთი პოზიცია როგორც დამსაქმებელი იცი იმიტომ რომ ხარ რაღაცნაირად ცუდი წარმოდგენები აქვს რომ ბიზნესი ყოველთვის ასე ვთქვათ ცუდი ტიპია რომელსაც უნდა რომ ექსპლუატაცია გაუწიოს ნებისმიერ ადამიანს რომელიც დასაქმებული აქვს და ეს ასე არ არის რა თემაზე ბიზნესი არის ერთ-ერთი სიკეთე რომელიც სახელმწიფოში ქმნის როლს სხვა არა ბიზნესი ქმნის და არა ის დასაქმებული ვინც არის კარგი აი პირობითად ჩვენ თუ მელაპარაკებთ დასაქმებლის პოზიციიდან მელაპარაკობთ დასაქმებლის პოზიციიდან ვცადოთ და წარმოვიდგინოთ ის ბიზნესი რომელსაც ახლა ჩვენ ვესაუბრები და მე მაქვს მაგ ბიზნესის სულ წარმოვიდგინოთ ხო ანუ შენ აი რა ბიზნესი მელაპარაკებ რა შუაშია კაც მოდი მარტივად ვთქვი რა შენ თუ არ მოგწონს ჩემი პირობები შენ შეიძლება ადგილ წახვიდე და შენ თუ გინდა რომ შენ რაღაცა ჩაგრუმსრული მოიდგო მე ეს კონცეფცია სამუშაო და უთხრა რომ აი ეს სული ადამიანია მე არ მოგწონს იმის რომ ვიცხოვრო შენ როგორც აი 1000 ლარი მინდა რომ მიგენია რომ მე ვიცხოვრო მე არ მინდა რომ შენ მომიყვანო ჩემთან სასაუბროთ რა გიხარ შენ მომიყვანო სამწუხარო და იმის ძალით ამავალო ან ძალადობა რა სამწუხარო ჩარევა ორდენის შორის ჩემი აზრით და მითხრა რომ აი ახლა უეჭვრად შენ ადამიანთან იმდენ ამასაც მე მოგხდა არ შენ ადგილზე წახვიდე იქ ხო ანუ მუშაობისთან ის გაზრდის რისკს ხო ხედავ მან რა და ისედაც პრობლემაა ეს რაღაცა შევარი ადამიანი გაიჩნდება ხო ხო არ მან ეს თანაფარდობაში ძალიან დიდი რაღაცა შენ ახლა ყველაზე სულ ვეთანხმები ანუ შენ ხა მითხარ ის კერისი რომ ანუ არ გიწმინოს ანუ მე ვესმის რომ ჩემი დებატორი ხარ არავითარ შოროზობას არ გატანებ მაგრამ აი ღმერთმა დამიფარო შენ არის დასმოქმედელი ყავს ძალიან კარგი მე მოდი სამყარო დაიფაროს ღმერთმა რაღაცნაირად რომ ვერ აუხსნა საზოგადოებას რომ მიმაოხრებასი რომ მათ წინააღმდეგ მოქმედებს და არა მათ საზღერებს რა და ერთ რაღაცას ანუ არ გაწყვეტ აი ბოლო ჯერ გავწყვეტინებ ჩათვალე ერთ რაღაცას გავავლე პარალელს იცოდე რომ მე არ ვაყენებ დასაქმებულს ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა რომ შენ ეთანხმები თუ არ ეთანხმები ამ პოზიციას და ანალოგიურად მეც მე არ ვაყენებ დასაქმებულს ცხოვრების პოზიციაში და ნუ შენ აყენებ მაგას თქო ხო არა გარეთ იდეაში ამაზე საუბარი მიცხონე ამ ასეთი შირმასიგებს ხომ ეს რა მოდი მე მარტივად ვიტყვი ეს რაღაც არგუმენტები ჩამოწერე მინიმუმ ბოროტებაზე და ეს არგუმენტებიც უფრო უკეთესად დაგანახებს რომ ამდენად ბოროტებაა რა პირველი ეს არის მოდი ვთქვათ რომ როდესაც შენ ამ უბრალოდესაც მინიმუმ აწესე ეს ზრდის რა თქმა უნდა ხელფას მაგრამ არ ზრდის კომპანიების ბიუჯეტს და რა გვიცხოს ეს ყველაფერი რა თუ ვიღაცას ყავს დასაქმებული 10 ადამიანი და მინიმალურ ხელფასი არის რაღაც 500 ლარი ანუ 500 ლარი თამუშობს ამ ხალხს და 500 ანუ ამ ხალხისთვის 500 ლარი აქვს ბიუჯეტი რა მეც უბრალოდ ვერ გამო შენ როდესაც ეუბნები მინიმალურ ხელფასს იმებას 100 ლარი ამ შემთხვევაში ბიზნეს ყოველთვის აკეთებს იმას რომ გავუშვებს 500 ადამიანს დაიწყოს 500 ადამიანს და იმ 500 ადამიანს მიცემს ხოლმე დასაქმს. ანუ შენ 500 თავიდან. ანუ ამ როდი უფრო მარტივად ვიტყვი რა. ანუ რთული არაფერი არ უბრალოდ ვერ ვიგე. ანუ მინიმალურ ხელფასს შემოგვიყვანს. რომ შენ როდესაც მინიმალურ ხელფასს შემოგვიყვანს და არის მინიმალურ ხელფასზე დაბალ ზღვარზე მომუშავე ადამიანები, ისინი მოუჭრეთ დაკარგავენ სამუშაოს და დასაქმებელს მოუწევს რომ არა ბიუჯეტი გაზარდოს, რა თქმა უნდა იმის ხელფასების. არამედ შეამციროს კადრი და იმად გადაუხადოს იმდენი ზუსტად. ეს ხდება. არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ მოხდება, იმიტომ რომ 100-ლიანი 200-ლიანი გამოსვლება აქვს. ან მეორე ვარიანტია, რომ პროდუქციის ფასი გაზარდოს, რომ მეტი მოგება ნახოს და იგივე. შენ ახლა მელაპარაკები ისევე ჩანაცვლებაზე, შენ ახლა საუბრობ ისევე ჩანაცვლებაზე და ისევე აყენებ დასაქმებულს მსხვერპლის პოზიციაში, რაც არის არასწორი. ანუ შენ მელაპარაკები იმაზე, რომ მე თუ მივედი სადაც 1000 ლარიან ზღვარზე სამუშაოდ, მიუხედავად იმისა, რომ შენივე პოზიცია არის, რომ ანუ ჩემი კვალიფიკაციიდან გამომდინარე მე ეგ მეკუთვნის და არა მაგაზე მეტი, ეგ ერთი. ხო, შენ ისევ და ისევ მელაპარაკები იმაზე, რომ მე გავარ მსხვერპლის პოზიციაში, მე გავარ იმ ადამიანის პოზიციაში, რომელიც სახელმწიფოს ერთი წუთი, სახელმწიფოს თხოვს დახმარებას იქედან გამომდინარე, რომ არ უხდის შესაბამის გააზრების დონეზე მე ვიცი რა მეკუთვნის და მაგიტომ მივდივარ. პირობებში გეტყვი რა, შენ რო წარმატებული ადამიანი ხარ, რა ზღვის ხო წარმატებულობაში რა? არ აქვს იმხელა. საკმაოდ წარმატებულებია რა. არა. ჰიპოთეტურად არა, მეც უბრალოდ გემოვნე. არა, შუაშია, მე მინდა რომ პირველ პირში წარმოგიდგინე რა ზღვის ხო რა? რომ არ აქვს კვალიფიკაცია, რომ დასაქმდეს ეს სამსახურში, სადაც მინიმუმ ხელფასზე საუბარი ზოგადად ბოდვარი არ იქნება რა. ანუ 1000 და 2000 საუბარი. და გაქვს ხოლმე გამოცდილება, არანაირი გამოცდილება და გაქვს იმის რომ მიხვიდე რაღაც ადგილას და იქ ორგვარი ასე ვთქვათ, გამოცდილების გარშე და გასაგებ. ყველაზე მარტივი ეს. ანუ მოლარი ვერ გახდება გენინჟინერი. ხო, რა თქმა უნდა. მაგისკენ მიდივარ ხოლმე. ამაში დამნაშავე ბიზნესი რამდენად არის? შენ რო წარმატებული ადამიანი და რით იზიანდება ბიზნესი? არა, შენ რო წარმატებული ადამიანი ხარ სამყაროში. ამაში ვინ ასე ვთქვათ, დამნაშავე არის? ხო, ხოლმე ჩუმ. რატომ? აბა ვინ არის დამნაშავე, როდესაც შენ სასახურში შოუ ბიზნესი? ერთი წუთი.
შენ კვალიფიკაციის პრობლემები შევარდით, შენ დაბალი კვალიფიკაცია, რო ვერ შევარდ სამსახურს. ეს ხო შენ პრობლემაა ხოლმე. შენ კვალიფიკაცია ვერ აიმართ. შენ ხო ლაპარაკობ საქართველოს. ხო, ფედერალური რაღაც არის, რომელიც არის ომის მსხვერპლი საუკუნეების მანძილზე. აგის ნაშუაშა თამას საუბარს. არის ომის მსხვერპლი და საუკუნეები ვცდილობთ გამოასწოროთ ის მდგომარეობა, რაც გამოიწვია ჩვენთვის ომმა, ხო? და სადაც არ მოხდა შესაბამისი რესტრუქტურიზაცია, სადაც ადამიანებმა შეძლეს შესაბამისი განათლების მისცემა თავის შვილებზე, შესაბამისი გარემო შექმნა თავის შვილებისთვის, რომ განაპირობონ თუნდაც ის, რომ მე მივიღო შესაბამისი კვალიფიკაცია. შენ არის შენი კვალიფიკაცია რა არის? მე შენ შეგეკითხა. შენ დასაქმებული ხარ? კი. მოგწონს შენი სამსახური? შენი სახელმწიფო მინიმუმი რაც გააჩნია მოგწონს? კი. განათლების ზღვარი შენი? ანუ საშუალო მე ყოველთვის ადამიანი რომელიც მეტი და მეტი მინდა, მაგრამ რასაც ვარ ძალიან კარგი არის რომ არა, დავასრულოთ ხო, უბრალოდ ამის შეკითხვაზე ვასრულოთ. განათლება რა განათლება აქვს? საშუალო უმაღლესი უმაღლესი განათლება აქვს. მე უმაღლესი განათლება არ მაქვს. ხო რა ვქნათ? ხო. ანუ ჩემ პრობლემა ხო არის? შენ პრობლემა არ არის, გასაგებია. არის. მაგრამ განპირობებული არის რაღაც. ანუ ნახე წამი დუმე ჩაგედა მე პაგეთი ნახე წამი შენ ელაპარაკი მიმაზე შენ ძალიან გაყოფილი ხარ შენი სამსახურით. შეიძლება ჩემი სამსახური მიუხედავად იმისა რომ შენზე ნაკლებად კვალიფიცირებული ვარ, ხო? ბევრად მის გამომუშავეთ ეს. ამიტომ შენ ნუ მელაპარაკები მე რაზე იცი ადამიანის კვალიფიკაციაზე რაც იწევს განათლება გარეთ ბაზარზე ზოგადად რა თვითონ გადის, მაგრამ გავაგზავნოთ იმიტომ რომ საინტერესოა. ერთ კარგი გავაცნობ რა, სტაჟიორი ვარ მომიშნები რა. ზოგადად ყველაზე ცუდი რაღაცა რა არის რა, რომ ადამიანებს ხოლმე ხელფასს აინტერესებთ თავისი სამსახურის. ხო. ბენეფიტი. სამსახურის ერთ-ერთი ბენეფიტი ხელფასი არის. იქ შეიძლება კონდეს რაღაც ტიპის დაზღვევა, რაღაც ტიპის ხელშეწყობა, რაღაც ტიპის და თუნდაც კვალიფიკაციის ამაღლება. კვალიფიკაციის ამაღლება. და შენ რადგანაც მიიღებ ისეთ ტიპის დაზღვევებს, რომ მიიღებ ფასი მიიღოს 1000 ლარი და შენ ადამიანს მოტივაციას მოკლავ, რომ რაღაც მივიდეს და კვალიფიკაცია აიმაღლოს, ანუ იმ სამსახურიდან პირველი ხელფასი არ აინტერესებს, აინტერესებდეს კვალიფიკაცია. წამოიღოს იქიდან რაღაც ტიპის რესურსი, რომ მე სხვაგან უკეთესად დასაქმეს. შევარდოთ სამყაროში მომხდარ ხელფასები და ხალხს დაუკარგავს ესეთი სამსახურები, ანუ სტაჟიორებს აკრობს შეულებრივად და ანუ სტაჟიორი არის ყველაზე როგორ ვთქვა, მონდომებული ადამიანი ისწავლოს რაღაცა. და ყველაზე კარგად შესრულოს ის სამსახური, რომ ვიღაცას მოიწონოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და შენ ამნაირ მოტივაციას უკლავ ადამიანებს, ანუ შენ ეკონომიკაში კლავ ადამიანის მოტივაციას იყოს უფრო უკეთესი. აი, ეკონომიკაში რაღაცნაირად ამოძრავებს. დროს გადავხდით, მოდი. დასკვნებში გექნება თითო წუთი, რომ ჩამოაყალიბოთ მაქსიმალურად რავი, რაზეც ვისაუბრეთ რა. შენ დაიწყებ ისევ ერთი წუთი გაქვს დრო. კაი, დავიწყებ, ანუ დავასრულებ, შევაჯამებ მეოხრებაზე, რომ ეს სრულად სოციალისტური აზრი, რომელიც რაღაცნაირად დასაქმების წინააღმდეგ უფრო მოქმედებს ვიდრე პირიქით და პრაქტიკაში ზენახავთ ამ პრობლემებს, თუ საქართველოში მივახცეთ იმას, რომ მეოხრებას იარსებებს, იქნება აი როგორ ვთქვა, ჩვენი გადასწრება იქნება არაფერი ისეთ ცუდს არ გამოიწვევს საქართველოში, რომელიც აქამდე მომხდარა ჩემი აზრით რა. იმიტომ რომ აი ბოროტება, თავიანთი ბოროტება რა. ხო და მოდი რამდენად სახელმწიფო ან ხალხი შეთანხმდეთ იმაზე, რომ ერთმანეთის რამდენი ხელფასი უნდა ქონდეს, რა უგონო მუშაობის, მაგასთან რაღაცნაირად თავი დავანებოთ. ხალხი მისცეს თავისუფლება, გადაწყვეტს სად იმუშაოს, როგორ იმუშაოს, როგორ დასაქმდეს, რამდენი აიღოს დასაქმებისგან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ბოლოს დავამატოთ რა. ზოგადად საქართველოშიც არის მინიმალური ხელფასი. და ძალიან 20 ლარი. მე მინდა რომ ყოველ ჯერზე ყოველთვის მაგ ნიშნულზე იყოს და არასოდეს აღარ გაიზარდოს რა, იმიტომ რომ ეს არის დაზღვევა იმისა, რომ ვერასოდეს სახელმწიფომ ვერ მიუჩნდეს ვერც დამსაქმებელს, რომ შენ ცუდი ტიპი ხარ და აი ახლა გინდა თუ არა მიეცი იმას დროს გავი. ეგ 20 ლარი არის საბჭოთა კავშირის დაშლის, მაგრამ სიმბოლურად ჩაწერილი რაღაც რიცხვი, რომელიც დღეს აღარ აქვს ფუნქცია იდეაში, მაგრამ ხო, ნუ განათლებული მოლაცემებით 2200 ლარია თუ არ განზღაურება, მაგრამ კარგი. საშუალო. საშუალო ეგ. ხო, მაგრამ არ გამოდის 20 ლარი ბევრად. ნუ მინიმალური ხელფასის ზღვარი გვიწერია რაღაც ძალიან ადრე ჩანაწერებში, რომ 20 ლარი არის და ანუ არ მუშაობს უბრალოდ ფუნქციურ რატო თუ არა. აი, ერთი წუთი გექნება გოგო შენც რო შეაჯამა და ხო, ნუ მოკლედ ვიტყვი ახლა ისევ და ისევ მესმის რომ დებატორები ვართ ამ შემთხვევაში, არავით არის შეურაცხყოფა, უბრალოდ ტირანი ხარ ჩვეულებრივი ჩემი აზრით. მიჩვენე როგორ კომპლიმენტები არა, ხო, ადამიანი რომელიც ოცნებას იმას რომ 20 ლარზე მეტი ვერ გამომუშავა მე დღის მანძილზე თუნდაც და არ გამიგია სულად, იმიტომ რომ შემიძახი რომ 20 ლარზე მეტი არ გაიზარდოს არასდროს არ იყოს მაგაზე მეტი ხელფასი. ანუ შესაბამისად ადამიანს უკარგავ იმის მოტივაციას, რომ შეიძლება სანამ განვითარდეს სხვა თუ არაფერი. მე მესმის რომ შენ არ გინდა რომ სახელმწიფო დონეზე ვინი აკონტროლებს მათ ყველაფერს, მაგრამ მე მირჩევნია რომ სახელმწიფომ გააკონტროლოს
ინდივიდუალური პირები და თუნდაც დამსახურებელი კომპანიები არ ეთამაშებოდნენ მილიონებს და ვიღაცას ჩემი ირგვლივ მყოფს თუნდაც და თუნდაც შენს ქვეყანაში და ისა ცხოვრება ადამიანს და ჩემი ქვეყნის შვილს ხვალ არ უჭიდეს საჭმელი ელემენტარული. როცა კომპანიებს მილიარდი აქვს მოგება მაგრამ და თუნდაც როგორც შენ წერდა გაზეთის 9 მილიონით და გენერებოდა 1 მილიონი ხელფასი ხალხისთვის შენ კომპანიაში. აი დრო მორჩა მაყურებლებსაც შეუძლიათ დაგვიწეროთ კომენტარებში თქვენ რომელ პოზიციას ემხრობით. მე ეჭვი მაქვს რომ ხალხი ალბათ უნდა რომ მინიმალური ხელფასი იყოს რავი არსებობის უმეტესობას ალბათ უნდა, მაგრამ შენი არგუმენტების მოსმენის მერე შეიძლება იმაში მიმართე ზრდილობია რა. ყოველთვის როდესაც რაღაც გაგიფუჭდებათ, იქნება ეს სახში ან მანქანაში, ნუ შეეცდებით რომ ყოველთვის ყველაზე მინიმალური ვინც ყველაზე იაფად გიკეთებს საქმეს ანუ მანქანას აკეთებს ის მუშა მოძებნოთ რა. მაშინ თუ თქვენ მაგას აკეთებთ, თქვენ ხართ ექსპლუატატორი ნებისმიერი დასაქმებული. ეს მიმართვა მაგას ყოველთვის დაფიქრდით ხოლმე რომ თქვენც ხო არ არგოთ მაგ და გამოიწერეთ თუ ეთანხმებით ამ ადამიანს და იმ ადამიანებს ვინც გავს პოზიციას იჭერს, უბრალოდ მანქანა არ იყიდო და არ იშიმშილეთ შეჩილა ასე სამხილეთ და ხო რა ვიცი გაზაგადოს ხოთ დახმარება და შენც ბარემ გამოიწეროს მაყურებელს ეგეც ფარი კონტენტ მომწონს კარგია. აი ძალიან დიდი მადლობა შევისვენთ ახლა სანამ მეორე თემაზე გადავყოთ შეგვიძლია ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ მეორე თემაზე რასაც უკვე კოკო აირჩევს შეიძლება ამ რენდომ თემებიდან ერთი აირჩია და პოზიცია ეთანხმები თუ არა და შეგეწინააღმდეგება ალბერტო მოარნელია ბალათი და ამასავეჭი მიმანიშნებს უფასო განათლება სახელმწიფოს ვალდებულებაა ეთანხმები თუ არა ვეთანხმები და აუხსნი ჩემ პოზიციას თუ რა აი ესე იგი შენ მე არ ვთანხმები შენ არ ეთანხმები კი ბატონო არგუმენტების მოსაფრთხებლად გაქვთ ისო დრო რა რამდენის დაგჭირდებათ და შემდეგ გადავიდეთ უკვე გახსნაზე ამჯერად კოკო დაიწყებს გახსნას ნუ მაყურებელს შევახსენებ რომ ვიმყოფებით დირთიებით ბარში და მადლობა გადავუხადოთ ამ ბარს რომ დაგვითმო ეს სივრცე მდებარეობს ქიქოძის 9 ნომერში თავისუფლების მოედნიდან 5 წუთის სავალზე და დაგხვდებათ ხარისხიანი მუსიკა, კარგი გარემო, კარგი სასმელი, კარგი ხალხი, კარგი ცოცხალი მუსიკა, ბენდები და რა ვიცი. დანარჩენი თქვენ დირთი ჰებითები ხო? ეგენ თქვენზეა უკვე რო დამოკიდებული როგორ გაერთოვით და როგორ მოიქცევით. კაი, კოკო გახსნის შენი ცა პოზიციას რომ უფასო განათლება სახელმწიფოს ვალდებულებაა და რატო 2 წუთი გექნება მაგისთვის დრო ხო მოკლედ ვეთანხმები, მაგრამ რა თქმა უნდა მაქვს გარკვეული რაღაც მოსაზრებები, არ ნიშნავს ეს ყველაფერი იმას, რომ საერთოდ ყველა უნდა მიიღოს განათლება სახელმწიფოს ხარჯზე. არსებობს გარკვეული სპეციფიკა, რაც შეეხება განათლებას, ნუ ეგ მარტივია, ისევ და ისევ წინა თემატიკიდან გამომდინარე, რაც ვისაუბრეთ, მეტყვი მარტივია, რომ ყველა არის ინდივიდი რა, ადამიანებს ვისნობ, რომლებიც წლების მანძილზე ემზადებოდნენ ეროვნულებისთვის და სამჯერ შეაჩერეს ეს პირობითად ანუ ეგ შეურაცხყოფა არ არის, ვიღაცას აქვს კონკრეტული ბარიერი, საერთოდ შეიძლება მივიდეს რა და გასაქანია ესე ვთქვათ უხეშად. ხო, რა თქმა უნდა, არ მიყვები ბოლომდე იმას, რომ ყველამ უნდა მიიღოს თანაბარი განათლება, თანაბარ დაწესებულებებში, სრულად უფასოდ, მაგრამ უნდა არსებობდეს კონკრეტული ზღურები, სადაც ადამიანი, რომელსაც გააჩნია ის ხილი და რესურსი და გასახანი ისე და ისევ, რომ შესაბამისი განათლება სწორი რაღაც სწორი მიმართულებით განათლება მიიღოს და თავის რაღაც პროფაილი და კვალიფიკაცია შექმნას, უნდა კონდეს მას უფრო მეტი ბენეფიტი სახელმწიფოს მხრიდან, ვიდრე რაც არსებობს როგორც საქართველოში. მაგას უკვე ახსნი ჩემ კონკრეტულ ფაქტორებს, ესე ვთქვათ, რაც დაგმომიტეს, მე უკვე წლებია ვფიქრობ, რომ შეიძლება განვითარდეს, მე არ ვთავაზობ ამას არავის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც გარკვეული გეგმა რაღაცა დამისახავს და ისეთი ადამიანისთვის დამიწერია ეს საგანმანათლებლო, ესე ვთქვათ, ჩვენი რეფორმა, რომ ვამაყობთ მართლა. მოკლედ, კი. ძალიან დიდი მადლობა. მოსაზრებები გამაჩნია. აი თუ დაასრულე შეგვიძლია გადავიდეთ ალბერტოსთან. აი შენ უნდა დაიცვა პოზიცია უფასო განათლება სახელმწიფო ვალდებულება რომ არა. ზოგადად პოზიციები შეხვდა რაც არაპოპულარულია ხალხში რა. მაგრამ გეიქნება ჯერ 2 წუთი მერე საერთოდ დრო და კიდე დასკვნაში დრო რომ გავუმტკიცო საპირისპირო.
ვინც ეგრე ფიქრობს. ხო, მე მარტივად დავიწყებ რა. სკოლა, ანუ მოდი განათლებით დავიწყებ რა. განათლება არის არა უფლება, არამედ პრივილეგია. პირველი ამას ვიტყვი რა თქმა უნდა რა. და რა თქმა უნდა, სკოლაც არის ბიზნესი, რომელიც უნდა აკეთოს ბიზნესმენმა და არა სახელმწიფო მოგაწოდოს ეს სერვისი. ამას ვფიქრობ ცალსახად რა. იმიტომ რომ განათლება არ არის სახელმწიფოს სერვისი, რომელიც უნდა მოგაწოდოს და ყველაზე ცუდი მომწოდებელი ახლაც კი, როდესაც ამდენი საჯარო სკოლა გვაქვს, ყველაზე ცუდ განათლებას ვიღებთ ამ ეტაპზე. მაგრამ როდესაც არსებობს რაღაცა კერძო სკოლები, ისინი უფრო მეტად კვალიფიციური, უფრო მეტად ძლიერები არიან და უფრო მეტად კარგი, ასე ვთქვათ, შედეგები აქვს, ასე ვთქვათ, მაგ სკოლებს. ხო, მოდი ახლა ვთქვათ, რა არის ზოგადად სკოლა, რა და სკოლა რისთვის ამზადებს ბავშვებს. რა სკოლა რაღაცნაირად ამზადებს, აი, პირველ კლასში რო ბავშვი შედის, რაღაც ხო ეგრეა, რომ 15 წლის მერე უნდა გავიდეს ბაზარზე რა. ხო და ანუ 12 წლის მერე როგორი სკოლა, როგორი გარემოც იქნება და როგორი ცხოვრებაც იქნება, იმისთვის ამზადებს რაღაცნაირად. ხო და ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცნაირად სკოლა უნდა გამოიცნოს შენ 12 წელიწადში რაზე იქნება მოთხოვნა. ამას რა თქმა უნდა ვერავინ ვერ გამოიცნობს მომორწიას სკოლებაში ყველა ესე ვთქვათ ძალიან სუსტია, მაგრამ უნდა მოუწოდოს ადეკვატური ბავშვი სწორად გაუმკლავდეს, გამოწვევს ნებისმიერ პერიოდში. ხო და როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, მე მგონია რომ ამას ვერც სახელმწიფო და ვერც ვერავინ ვერ დაადგენს გარდა იმისა, რომ განათლება იყოს საყოველთაო იმ მხრივ, რომ არავინ არ ჩაერიოს ამაში და ვისაც როგორ განათლება და ასე ვთქვათ გამოცდილების მიღება უნდა, ამაში იყოს თავის რიზესგანი, თავისუფალი. იყოს ისეთი, რომ ადამიანს ურჩევნია, რომ უნდა სკოლაში ისწავლის, უნდა ვინმესთან იმლის, უნდა საერთოდ არ იმლის და ისე დაიწყოს ნებისმიერ საქმიანობაში და სფეროში ისროს, რა თქმა უნდა, თუ დააკმაყოფილებს ნებისმიერი დამსაქმებლის მოთხოვნას, ასე ვთქვათ რა. ხო, ეგ მინდოდა მაგდრობინე. ხა, კი, 15 წამი და ხო. ხო, და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ჩარევას არ ვიმხრობი არანაირად განათლებაში, იმიტომ რომ განათლება არ მოუგონია სახელმწიფოს და არც გონია რომ სახელმწიფო რაღაცნაირად უნდა ჩაერიოს ამაში, ან მიიწვევს ნებისმიერ ადამიანს რა არის სწორი და არასწორი ამ სექტორში. მადლობა. კაი, მე რო არ დაგისვით ხა კითხვები და თუნდაც ერთმანეთსაც დავუსვათ იმ კითხვებს, რაც მე მაქვს თავში და ამიტომ შეგვიძლია გადავიდეთ პირდაპირ საერთო დროზე რა. ჩავერთოთ დრო, გავიწყოთ. ხო, მოკლედ რადგან ტოპიკი ესე ვთქვათ მიამოვარჩიე და რაღაცა, მე მაქვს როგორც მე სად მაქსიმალურად დამეყუშოთ პარაგრაფულად შენს ესტები, მაგრამ რა თქმა უნდა ველოდები იმას, რომ სწორად იმას მე თქვენ ნებისმიერ ჩემ მოსაზრებასთან დაკავშირებით. ნახე, შენ ლაპარაკობ სკოლაზე, ჩვენ ლაპარაკობ განათლებაზე. განათლება არის ცოდნა, ცოდნას აუცილებლად ცოდნა მოსდევს რას? მასწავლებელს და მომასწავლებელი რაღაცა გარემოება არსებობს აუცილებლად, ხო? აქ არ არის სკოლის პირი, აქ არსებობს გარემოება. კაკო, მოდი მარტივად მიპასუხე რა, განათლება შენ პრივილეგია ქონია თუ ადამიანის მარტივად მიპასუხებ, რომ გავიგებ რა არის შეკითხვა, ჯერ შეკითხვა და ანუ განათლება უფლებაა თუ პრივილეგია? მე თვითონ თქვი რომ პრივილეგია არის და გეტყვი რაში, ანუ აშკარად. მაგის დავხდებით ეს პრივილეგია. ხო, იმიტომ რომ მე თავიდან ვთქვი რომ ყველას თანაბარი განათლება და თანაბარი ინსტიტუცია არ უნდა გააჩნდეს, იმიტომ რომ ყველას არ აქვს შესაბამისი გასაგანი და სკილი, რაც არის ბუნებრივი და ნორმალური. ხო, შესაბამისად ვთანხმდებით იმაზე რომ არის პრივილეგია, მაგრამ მაგაზე შემდგომ კითხვით გაგცემ პასუხს ანალოგიურად, ხო. რაც შეეხება სკოლას და ცოდნას. ცოდნა მოდის არაერთი ფაქტორიდან, არაერთი მომასწავლებელი გვაქვს მაგ ყველაფრის პირების გარდა, ასევე ინსტიტუციების. მოგწონთ თუ არ მოგწონთ დღევანდელ ახალგაზრდებს საქართველოში არის ძალიან დამახინჯებული ყველაფერი და აქვსნი რატომ. სკოლა ჩემთვის არ იყო მხოლოდ 11-12 სკოლა, რომელიც დავამთავრე. სკოლა ჩემთვის კი არა და უნივერსიტეტი ჩემთვის არ ყოფილა რაღაც შავი ზღვის უნივერსიტეტი, რომელშიც ვსწავლობდი, ჩემთვის სკოლა იყო ჩემი მშობელი, ჩემი ოჯახი, ჩემი გარემო, თუნდაც ქუჩა, რომლის რომანტიზებასაც მე ხა არ ვახდენ არავითარ შემთხვევაში, მაგრამ თუნდაც იმ ქუჩაში მე გავიარე რაღაც ისეთი რაღაცები მომასწავლა და თუნდაც თავდაცვის ინსტინქტის სწორად ერთგვარი ინსტიტუტია ქუჩა. კი, რა თქმა უნდა, ერთგვარი ინსტიტუტია და ყველაფერი არის ინსტიტუტი, ნებისმიერი გარემოება, თუნდაც აი ახლა ჩვენ აი მაგაზე ხარ საუბრობ, ჩვენ ახლა საუბრობთ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს თუ რა განათლების სექტორში. ხო და მე შენ გიხსნი, ეხლა ნახე ერთი წამი, შენ მელაპარაკები იმაზე, ანუ შენ კაფიოდ ადასტურებ იმას, რომ ეს უნდა იყოს პრივილეგია. ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი, თან ანუ აშკარად ეხლა შენში უფრო მაღალფრობა გამოიწვია იმან, რომ მე შევეხე ქუჩას. ხო და არა, რატო? კი, გამოიწვია. ხო და ნახე ერთი წამი, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ პრივილეგიებზე რა, და შენ ესე მკაფიოდ, როგორც წინა ტოპიკში ვცდილობ, რომ გამოყო სოციუმისგან ადამიანები, რომლებსაც არ ვიცი რატო ვაკეთებ მაგას, მაგრამ გამოყო, რომელსაც არ აქვს გარკვეული შესაძლებლობები, თუ
თუნდაც ეს სახელმწიფოებრივი დონე იყოს, თუნდაც ეს სოციალური დონე იყოს, ხდება ძალიან ცუდი რამ. და ხდება რა, დღევანდელი რეალობა საქართველოში, ჩემო მეგობარო, და იმის გამო, რომ სკოლამ შესაბამისი და სახელმწიფოს შესაბამისი კონტროლი არ გაუწია იმ ადამიანებს, ვისთვისაც უნდა გაეწია. შემდგომ ის სკილი, ის გასაკანი, რაც გააჩნდა ადამიანს წონა და ჩაინერგა, გადიან ჩემო მეგობარო ქუჩაში და ხდება კრიმინალის რომადიზება. Რაღაც ესეთი უკმაყოფილება გამოიწვია შენში. დღეს განათლების სისტემა მოგწონს საქართველოში. არავითარ შემთხვევაში ჩვენ ახლა ვიმყოფებით საგამართლო სისტემაში. ხო, ვიტყვი. სტატისტიკურად ვიტყვი რაც ხდება ჩვენ საგამართლო სისტემაში. გადავიდეთ და დაუბრუნდები რა საუბრეთ ის ვერაფერი არ გავიგე ბოდიში მაგისტრის, მაგრამ მე ვერაფერი არ გავიგე რა. არ გესმის ალბათ რაღაცების ყველა რამოდენია. მაგრამ მე ვერაფერი არ გავიგე. მოდი მემარტივად ვთქვი რა, უფასო სკოლაზე საუბრობთ, მოდი მარტივად გამიჩნდეს ისეთი რაღაცა, რომ უფასო არაფერი არ არსებობს რა. ანუ ის სკოლები, რომლებიც საჯარო სკოლები არსებობს და ჩვენთან სერვისი მაქვს განათლების, ეს უფასო არ არის. ეს ერთი ბავშვის სწავლა, ერთ მშობელს ყოველწლიურად 300 ლარი უჯდება. ანუ რა გულისხმობ რა, ჩვენ ვართმევთ გადასახადებს ვიღაც ადამიანებს და ვაძლევთ სახელმწიფოს, რომ მე ეს სერვისი ჩვენამდე მოდის. მე მგონი ეს რაღაცა რომ ადამიანს როდესაც დაუტოვებთ უფრო მეტ ფულს, უფრო მეტ ასე ვთქვათ ვალდებულებს და პასუხისმგებლობებს და თავისუფლებას უფრო მეტ გავუძლებთ, ის თავისუფლად საუკეთესო განათლებას იღებს. ეს არის მოსახდენი ქართულ განათლებაში, რომ ჩვენ შევძლოთ განათლება ვაქციოთ ბიზნესად და ბიზნესი შეეჯიბოს ერთმანეთს, ვის უფრო უკეთესი ექსპერიმენტი ექნება განათლებაში, ვის უფრო უკეთესად უკეთ მოაწყობს ის გარემო, სადაც ბავშვი პროექტად აი ისე რაღაცას და არა ისეთ სისრულეს, როგორც ჩვენ ახლა 18-წლიანი სწავლება აქვს საქართველოში. მე ეგრე მგონია. ამ თემაზე პატარა ჩაგითხოთ, შეიძლება ანუ გასაგებია საშემოსავლოში რაღაც 20%-ს ვინც დასაქმებული იხდის, ეგ 20% რომ დაუტოვო მაგ ადამიანს, შეიძლება ბავშვის განათლებაში ჩადოს, მაგრამ ხო არის რა თაში მცხოვრები ადამიანი, ვისაც არც აქვს ხელფასი რა, მაგას არც აქვს ფული, რომ თავის ბავშვს განათლება მისცეს. კი რა თქმა უნდა. მაგას საიდან კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, ბოდიში გაწოდინებ წინა ტოპიკზე ვისაუბრეთ და ადამიანი ხარ, რომელიც იძახის რომ ნატრობს, რომ 20 ლარზე მეტი არ იყოს შემოსავლის ზღვარი და მეგობარები ამაზე. ეგ მაგალითად ცუდად როგორ გავიგე კაცო. შენ პრობლემაც არის. ანუ მეუნები იმას, რომ 20 ლარზე მეტი არ უნდა იყოს ზღვარიო, მინიმალურიო საქართველოში ხელფასისო, პლუს ამას ეწინააღმდეგები იმას, რომ ადამიანს რაღაცა გეგმა მინიმუმის შესრულება შეეძლოს და მეუბნები იმას, რომ სრული თავისუფლება გირჩევნია მის ადამიანს, რომ თავისი რაღაცა რესურსები გამოიყენოს და გადაუხადოს თავის შვილს თვეში 7500 ლარი, რომ სან-დიეგოს უნივერსიტეტში დასაქმდა ეს. და მელაპარაკები პრივილეგიაზე, როცა შემზენიჭიერი ადამიანს, რომელსაც არ აქვს რაღაც ტიპის შემოსავალი, ის როგორ შეძლებს, რომ თავის შვილი მოაწყოს ისეთ ადგილას, სადაც რაღაცნაირად ლიფტი იქნება მე ამის განათლება, რომ ახალგაზრდობაში გადავიდეს, სოციუმში გადავიდეს ახალ რაღაცნაირად რა. ეგ პრობლემა ყოველთვის არსებობს, მაგრამ მოდი გავხსენოთ სკოლა როგორ შექმნა. ყოველთვის ასეთი ხო იყო განათლება რა ისტორიულად. ანუ როგორ სტილის სკოლებსაც ჩვენ ხედავთ, ეს სტილის სკოლები ხოლმე 250 წლის წინ შექმნა, როდესაც ინდუსტრიული რევოლუცია მოხდა სამყაროში. და შორეული ბიზნესმა ითავის ის, რომ თავის მუშებისთვის მიეცათ განათლება. რომ უფრო მეტი იყო საჭირო რაღაცა ტიპის სამუშაოზე, ვიდრე რაღაცა ფიზიკური შრომა. ეგრე იყო და ეგ და იმის მერე მოგვდევს ეგეთი სტილის სკოლა. ზარიგირეკება შესვენება, ზარიგირეკება სწავლა, სხედან და ასე შემდეგ და შემდეგ. იგივე როგორც სამუშაოზე რა, როდესაც ზარიგირეკება მუშაობ, როდესაც ზარიგირეკება არ მუშაობ. დისციპლინა ქვია მაგალითად. ხო, არ ვიცი, მე არ მომწონს ეგეთი ტიპის დისციპლინა კაცო, რაც მინდა შენ იზა. რაც მე არა ქვია. ხო, არ ვიცი. მოდი გავუძლებთ რა. ანუ 250 წლის წინ რაღაცნაირი მოდელი შევიმუშავე. შენ რო ახლა გარკვეული 250 არ ღვიო. არა, შორის მოხდება კონფლიქტი. ხო, უბრალოდ აზრი არ დამისრულები და ხალხი ვერაფერს არ გაიგებს. შენ ახლა დისციპლინას არ გვაქვს. არა, მოიცა. არ დამისრულები აზრი და ხალხი ვერ გაიგებს ვერაფერს და არ მინდა რომ იმიტომ დისციპლინას არ გვაქვს და მაგიტომაც გაწყვეტ. არ მინდა რომ ეს აზრი დარჩეს ხალხს. და ჩვენ 250 წლის წინ რაღაცნაირად პირობითად ვამბობ, მივიღეთ რაღაცნაირი მოდელი, რომელიც არასოდეს არ შეცვლილა. და თან სახელმწიფო უფრო მეტად ჩაიჭრა ეს ასე ვთქვათ სფერო და არ მის ადამიანებს შესაძლებლობა რომ ამ სფეროში უფრო მეტი ექსპერიმენტი შემოიტანოს. მე რა თქმა უნდა ვიმხრობ იმას, რომ განათლებაში კონდეს უფრო მეტი ექსპერიმენტი. რომ მოხდეს ის, რომ საუკეთესო განათლების მოდელმა და საუკეთესო განათლების სისტემა გაიმარჯვოს რაღაცნაირად. იქნება ეს ჰომსკულინგი, იქნება ეს უბრალოდ რაღაცა საერთოდ სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლები და არა მხოლოდ სკოლა. უფრო უკეთეს გახდეს ჩვენს გარემოს. მე ეგრე ვფიქრობ, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ რაღაცნაირად ერთი ცოტა კითხვას არ გიპასუხებია რა, იმ ტიპმა ვისაც ფული არ აქვს და ბავშვს უნდა რომ განათლება მისცეს. ხო და მან ვარ ზუსტად, კი ბატონო, გამახსენე, მან ვარ ზუსტად რომ განათლება, შემოგარგებო, არის პრივილეგია და არა უფლება. ვიღაც ადამიანს თუ არ აქვს შემოსავალი და თავის შვილს ვერ მოაწყობს რაღაცა სკოლაში,
ჩვეულებრივ იმ სოფელში ჩვეულებრივ შეიძლება ასეულდეს ისეთი ადამიანები, რომლებსაც მიაბარებს ადამიანებს და შეიძლება იქ ჩვეულებრივ სასწავლო ის მოხდეს homeschooling-ი ახსენე. აი, რა სახის homeschooling-ს? ნებისმიერ როგორც ამერიკაში მაგალითად. ამერიკაში homeschooling-ის იმხელა დიდი როლი უჭირავს და ისე წარმატებულია ეს საზოგადოება. ამიხსენი რას ნიშნავს homeschooling-ი და მით უმეტეს ამერიკის მაგალითი ბავშვი სკოლაში სკოლაში და ანუ მასწავლებლების ანუ ქირავებენ აქ შობენ დასწავლის თავის შვილს. ანუ ბავშვი არანაირად არ ხედავ იმას რომ ანუ ვინმე ამ ბავშვის გააზრებებზე ძალადობს, ანუ ბავშვის მომავალს ანგრევს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საუკეთესო ადამიანი ვინც იცის რა არის საჭირო თავის შვილისთვის არის მშობელი და არა ვიღაცა დღეს არ შეუძლია მშობელთა გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს, ხო? აი ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და მაგალითად ცნობილი რომ დაუბრუნდეთ შვილები მართლა რეალურად ჩო. ეხა უყურე ჩემო მეგობარო, ნახე აი მაგალითს მოვიყვან, პირობით მაგალითს მოვიყვან. პოლონეთი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ხო, იცით? და ხდება რა? 2020 წელს გახდა პოლონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა. 2001 წელს დაიწყო რეფორმების ჩატარება ზუსტად იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც შენ ახლა ლაპარაკობ. და გამოიარა ძალიან ბევრი იდენტური რაღაც, რაც გამოიარა საქართველოს რა. და რეფორმა იყო რა? პირველ რიგში იყო რეკვალიფიკაცია მასწავლებლის და არა ტესტირება, რომელსაც გადის საქართველოში მასწავლებელი. ეხლა უყურე მე თუნდაც რომ ვამბობ უფასო და ვსაუბრობ უფასო განათლებაზე, ნახე რა ხდება, სახელმწიფო უნდა განაპირობოს უზრუნველყოფა იმის, რომ თუნდაც მასწავლებელს ჰქონდა შესაბამისი კვალიფიკაცია და არა დამაკმაყოფილებელი კვალიფიკაცია. სახელმწიფო უნდა გადაწყვეტოს როგორი კვალიფიციურია მასწავლებელი. სახელმწიფო უნდა გადაწყვეტოს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სახელმწიფოს ნაწილი არის და მე არ გეთანხმები, ანუ სახელმწიფოს განათლება რომ სკოლა არ უნდა მიხვდარებოდეს სახელმწიფოს. ხო, არ გეთანხმები. ბიზნესია ჩვეულებრივად. მოკლედ, მე მივიდივარ საით იცი რომ წინა ტოპიკი. ხო მითხარი. ნუ აქცენტ სკოლა პრივილეგია არ არის. მე ვლაპარაკობ ინსტიტუტზე და ვლაპარაკობ რაღაც დამატებით განათლებაზე, რომელიც უკვე კვალიფიკაციას ამაღლებს. სკოლა არ გვაძლევს ჩვენ შესაბამის კვალიფიკაციას არც საქართველოში, არც არსად, რომ ჩვენ საბოლოოდ ის მივიღოთ, რაც მაგრამ საბოლოო კვალიფიკაციას გვაძლევს. კაკას შენაერ ადამიანს სჭირდება, რომ თუ არ უნდა რაღაც ტიპის განათლების სისტემა, ადგილზე სხვანაირ სისტემაში გადავიდეს. ან საერთოდ ჩამოშორდეს სამყაროზე. საქართველოში ადამიანებს მაგის უფლება უბრალოდ არ აქვს. თუ ადამიანს არ მოწონს რაღაცა, შენაირი ადამიანების გამო ხდება ბრეინდრეინი და გარბიან ადამიანები, რომ აუგივრად არ ვიცი არც მე. და გარბიან საქართველოს ახალგაზრდები, რომ უკეთესი განათლება მიიღოს საზოგადოებამ. ადამიანებს ცხოვრობს, ადამიანებს შეუძლია სახელმწიფოს შეუძლია უმარტივესად მოახდინოს შეთანხმება ნებისმიერ უნივერსიტეტთან, რომელიც ჩვენ გარკვეულ სერვისს ისაც გვიწევს და ასეთებს გოეთი აიღე ისანი იოგა აიღე და რაღაცა, ხო, რომ საქართველოსდან არ დატოვოს სტუდენტმა და ახალგაზრდამ არ დატოვოს საქართველოს იმის გამო, რომ მიიღოს განათლება სადღაც და საბოლოოდ პროფესიონალი ჩაინერგოს იქ და არა საქართველოში. ადამიანის თავისუფლება შენ მელაპარაკები ადამიანის თავისუფლებაზე. ადამიანის თავისუფლებას გვდა რომ ადამიანს სოციოპათი ხარ ადამიანო. ტიპი მეუბნები რომ სახში დავსვათ ბავშვებიო, სოციოპათობა სოციოპათი ხარ, იმიტომ რომ მეუბნები სკოლაში არ იაროსო ბავშვმაო დავსვათო, სახშიო, ვასწავლოთო, მასწავლებლები მოუყარდო იმ სოფელში ვარც ასწავლო. რა პრობლემა დაინახებაში? რა პრობლემა? სოციოპათიაში რა პრობლემა ხდება? რა პრობლემა დაინახებაში? სოციუმიდან ამოვარდნები. მაგალითად, ჩემ მაგალითს გეტყვი რომ ჩემი შვილი არ მივიყვანო საჯარო სკოლაში და ჩემი გაუწიო მას ან რა სოციოპათი ხარ? შენ რო დადიოდი სკოლაში მეგობრები ისთვის არ ყავს მეგობრები? რა შუაში მეგობრები? რესიზე რა და ეგეც განათლება არის, ეგეც სოდრა არის, შემოძმა, ეგეც სკოლა არის. რაც არ გაგივლია, თუ რას ლაპარაკობ? არის ძალიან კარგი მეგობარი. ამერიკაში უფრო მეტად წარმატებული ხალხი არის ის, რომლებიც სწავლობენ ან homeschooling-ში არიან, ან საერთოდ სხვანაირ განათლებას იღებენ, არა შაბლონის, როგორცაც არ მჭირდება ამერიკული განათლება ადამიანი. ხო, არა. მე გელაპარაკები საუბრები განათლებაზე არ გისაუბრებ. უფასო განათლება სახელმწიფოდან, საქართველოზე მიდის, ლაპარაკი და არა ტრამპზე. ეხლა მარტივად გეტყვი. ხო, აი ტრამპი თქვენ მაგაზე გეტყვი რა. ხო, მაგალითად რომ ტრამპი რო ადგა და განათლების სამინისტრო გააუქმა. რატო გააუქმა? იმის გამო კი არ გააუქმა, რომ რა ვიცი, ამ დაღუპვა უნდა იქ განათლების. არამედ მიუხედავად არასწორად მუშაობს. იმიტომ არა, არასწორად არ მუშაობს. უბრალოდ ფედერალურ დონეზე გააუქმა. არასწორად მუშაობს. ფედერალურ დონეზე გააუქმა. და მაგიტომ გააუქმა ფედერალურ დონეზე გააუქმა და ნებისმიერი ძლიერი ინსტიტუტი ან რაღაც სკოლა, რომელიც ჩამოთვალე, განათლების სამინისტრომდე ახსეებდა ჩემო გარკვეულ. და არაფერი განათლების სამინისტრო შექმნა ისინი ძლიერები კი არ გახდნენ. უბრალოდ ისინი ძლიერები იყვნენ ყოველთვის. და ვერაფერი ვერ დააკვირდა იმ განათლების სამინისტრომ. ანუ შენ ასე რაც გვაქვს ჩვენ ასაკობრივი ზღვარი 6-დან 18 წლამდე, რაც არის სკოლა
ანუ არჩევ იმას, რომ პირობითია ეგ, მე არ მომწონს მაგალითად ქართულ სკოლაში მათ შორის ის, რომ ერთ-ეგივე ქართული სკოლა რა შეიძლება სკოლა. ქართული სკოლა არის საჯარო სკოლები, როგორც შაბლონია რა, ანუ არა მარტო კერძო სკოლაც არის და იგივე წესია. ხო, იგივე არის. არის ბრიტანული სკოლები, არის ამერიკული სკოლები, სადაც ბავშვი ერთი წუთი ბავშვს დაუმთავრდა გაკვეთილი, ზარმა დარეკა, ადგა გავიდა, გამოიყენა თავის შესვენება, ზარმა დარეკა, დაბრუნდა უკან. ეგ არის შენი ამერიკაც, ეგ არის შენი ევროპაც, ეგ არის შენი აზიაც, ეგ არის შენი აფრიკაც და ყველაფერი. სკოლა არის სკოლა, აქვს თავისი წესი, არის დაწესებული წესი. სახელმწიფოებრივ დონეზე მოგწოს თუ არ მოგწოს, სკოლა 6 და 9 და არა homeschooling. როგორ აგიხსნა. ხო და ახლა მარტივად ვიტყვი რა. ზოგადად რო გავიდა, მაგრამ გავაგზავნე. ხო, აი დავასრულებ ამ რეპლიკას დავასრულებ ხოლმე რომ სახელმწიფო არ უნდა გადაწყვიტოს ჩვეულებრივად როგორი სტილის უნდა იყოს განათლება, ანუ როგორ უნდა იყოს მოსყობილი სკოლები, ანუ როგორ მასწავლებელი უნდა შედიოდეს შიგნით, ანუ კვალიფიკაციას უნდა აძლევდეს. ეს ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს ბიზნესმენმა, იმიტომ რომ ბიზნესი არის მათ შორის შენ ახლა განათლებას აპელირებ. შენ ლაპარაკობ პრაქტიკულ და ეხლა შენ აპელირებ. დავაპელირებ. დებატია. რო შეგაწყვეტინო არ არის პრობლემა. დაასრულე, კარგი. მე სკოლა მასწავლე რომ გადასრულებ. უკვე და შენ გადაწყვეტო ამ ბიზნესს მიუთითო რომ იქ როგორ ბავშვი, როგორ მასწავლებელი უნდა შევიდეს. არის სკოლა ბიზნესია შენთვის? კი, აბა რა არის? აბა რა არის? აბა რა არის მითხარ? ოკეი, კარგი. ანუ რაში შეიძლება შეთანხმდეთ რა გადაკვეთის წერტილი წელია ახლა ვიპოვოთ, მაგრამ ალბერტო რასაც ამბობს რომ შობელი ბევრად უფრო იზრუნებს ბავშვზე ვიდრე სახელმწიფო. ვერავითარ შემთხვევაში მე ვარ მშობელი, ვერავითარ შემთხვევაში შენ შეგიძლია მან ცინიკურ რაღაცებს მოიშვა ცოტა ხანი. ხო. აუდიტორია იმისთვის არის რომ მაქსიმუმ დაშ დაუკრა შემოძმა. დაშ დაუკარი ბოლოს. ხო და მე ვარ მშობელი, რომელიც თამამად ვიძახი რომ არც ერთი ჩემი განათლება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თუნდაც 6-დან 18 წლამდე მე ჩემს შვილს შევძულო სკოლაში და გავაკეთო რაღაცა ისა homeschooling-ის მიდგომა თუ რაღაცა ეგეთი. და შენ აზრს მელაპარაკები. რატომ იზრდა ჩემს თავისუფლებას, როცა მე მინდა გავაკეთო ეგ და რა თავისუფლებაზე მელაპარაკები. ანუ სკოლაში ბავშვის სიარული არის თავისუფლების შეზღუდვა? ანუ ჩემი შენ ერთი წუთი შენ შეზღუდული იყავი სკოლაში ვსწავლობდი? არა, გეკითხები. რატომ მიზღუდავ მე მომავალ მშობელს შვილებიჯერობით ამყავს, რომ მე ჩემი შვილი არ მივიყვანო საჯარო სკოლაში და ჩემი გავზარდო. ეს ხო ჩემი უფლება. ჩემს შვილს როგორც მინდა რომ ისე მოვიდეს. საბოლოო ჩემს უფლებას ან განაგებს ან არა, ისევე როგორც მე, ხო? მე ვერ შეგიზღუდავ შენ მაგას. ანუ შენ რა გინდა ეხლა რომ მე შენაზე დავდავიდე თუ ჩემაზე დავდავიდე? არა, მე გეკითხები კაცო და შენ არგუმენტი უნდა მიგასხო მაგაზე. თორე ჩემაზე გადმოხდა. არგუმენტი მე მაგას გადაგუშვებული არგუმენტი არა მაქვს. მე არავის თავისუფლებას არ ვზღუდავ. შენ მიგაშინა რომ იზღუდავ. უეჭველი უნდა მიყვანოს ბავშვის სკოლაში. ვერ ვიზავ. რატომ უნდა მივიყვანო? ნება ჩემია. რო არ მივიყვანო ვერ ეზამიშავს. მე როგორც ვიცი უეჭველი უნდა. არავითარ შემთხვევაში არ არის ეგრე. homeschooling-ი არ შეიძლება. არავითარ შემთხვევაში. საქართველოში homeschooling-ი არის აკრძალული. უარავი მიზეზი არსებობს იმის გამო მე რატო შემიძლია ჩემი შვილი სკოლაში მიყვანაზე თქვა უარა ეგ ერთი. მეორე შენ მე მელაპარაკები ამ შემთხვევაში შენ უნდა გადაყო მაშინ ახლა შენ მელაპარაკები რაღაცა პრაქტიკული განათლების მიღებაზე და მელაპარაკები რაღაცა როგორი გითხრა ანუ აი უფრო აი მართლა კვალიფიკაციური განათლების მიღებაზე არსებობს პრაქტიკული განათლება რომელსაც გამოიყენებს ყველა სადღაც შესაბამის ადგილას მაგრამ არსებობს რაღაცა რაც დამატებით აუცილებლად საჭირო არის რომ სპეციფიკურ ადგილას სპეციფიკური ტოლფასისთვის სპეციფიკური პირობებისთვის განმეორებისთვის ჩვენ უნდა შევიძინოთ შენ მელაპარაკები მე ხა და კითხვა დამისვი რომ რატომ მიზღუდავ მე მაგ უფლებასო თუნდაც სახელმწიფო დონეზე რასაც გეუბნები რომ არ იზღუდება შენ უფლება მაგ შემთხვევაში როგორც შობლის მაგრამ მე ხა მე შენ შეგიკითხები შენ შობლებს მაშობლემა შენ უფლებები შენმა მშობლემა შეზღუდვები ანუ შენ შეგზუდე შენი თავისუფლება შეზღუდეს იმის რომ სკოლაში მიგიყვანეს როგორ ფიქრობ აი იმასებს მშობელი არის ერთ-ერთი ადამიანი რომელმაც საუკეთესო შეძის რა უნდა თავის შვილს და არა ვიღაც ბიუროკრატს და სახელმწიფოს საბოლოოდ შენ რაც ჭირდებოდა და გინდოდა ეგ ცოტა მე მაგას ვერ გადაწყვეტავდი ერთ-ერთი ვინც უნდა გადაწყვეტა როიცა ერთ-ერთი იმიტომ რომ შესაბამის ცოდნა არ გაგაშთა ჩვენ განათლებაზე ვლაპარაკობთ ერთი წამი უყურე ერთ-ერთი ადამიანი ვინც გადაწყვეტავდა მე რანაირ განათლება მიიღო უნდა ყოფილიყო არა სახელმწიფო არა მშობელი მშობლებმა მიხეს გადაწყვეტილება და არა სახელმწიფო მე მაგას ვიცინე აღდგები რომ სახელმწიფო უფრო მეტი როლი ითამაშოს ბავშვის განათლებაში ვიდრე თვითონ მშობელი შემოწმო მარტო რაღაცა გიქნები ნახე შენმა მშობლებმა რო შეგიყვანეს შენ სკოლაში ხო გავიც მაგას პასუხი რა ვერ გაიგე არა უკმაყოფილო ხარ თუ არა არ ხარ უკმაყოფილო ეს განაპირობა სახელმწიფო განაპირობა თუ შენმა მშობლებმა რაღაცა გიჟური მოდელი მოაწყო სადაც შეიძლება გიჟური მოდელი შენ მეუბნები რას რომ
ჩემ მშობლებს შეეძლოთ ხოლმე გადაეწყვიტათ, მაგრამ ეს იყო სახელმწიფოები და მაინც მიმეცეს. სახელმწიფოს თავისმოხვეული იყო კი, ჩემ მშობლებისთვის სახელმწიფოს ვარ წაერთვა უმაგრელი ფული, ჩემ მშობლები ჩემთვის საკუთარ განათლებას იყიდნენ. რაშიც მე ჩვენ ვიპარება. რა სახის განათლებას იღებდნენ? ეს სკოლაში მივიყვანე. ეს სკოლაში. ანუ სკოლაში შეგიყვანეთ და მაინც ზარზე ადგებოდი და დაждდება. არა, რა შუაში სკოლაში როგორ შეიძლება იყოს მოსყობილი სკოლა, როგორი სტილი შეიძლება ყოფილიყო სკოლა და ანუ რა საერთოდ ვისწავლით? სტილი რას ნიშნავს? შეიძლება არ იყოს სიგზარი და ბევრი სკოლა ეგეთ რომელშიც შეიძლება ზარის სულარდი მიგებოდეს, ახლა ზარზე უნდა გელაპარაკო? აი, ხო, რაზეც მოვაკეთე, მაგასაც მახსოვს. პოლიციის ინსტიტუტზე როგორ ხარ გაწყობილი? პოლიციას არ მომწონს, მაგრამ ეხლა ანუ არგუმენტი მაქვს. ინსტიტუცია არ მომწონს. ინსტიტუცია არ მომწონს, ზოგადად ინსტიტუცია არ მომწონს. დაშვიდე მაგას ბიზნესად ვახსენებ. ეგ ჩვენ თემა არა. დაშვიდე და ბიზნესად ვახსენებ. კამერების გვერდზე დაგელაპარაკები. კაი, ხო, თემის გარეკანა. მოდი, კითხვას დავასრულებ რა. ანუ ხო არ გონია რომ კონკურენცია რო იყოს ჩანსაღი სკოლებს შორის, სახელმწიფო რო არ ეორეოდეს ამაში, ეხლა დღეს ერერო რა უნდა ისწავლებოდეს, რა ზომის რაფები უნდა იყოს სკოლაში და ანუ ეგეც სიგიჟეებამდე დადის კერძო სკოლებშიც რა. ანუ ნაკლებად რო ჩაერიოს სახელმწიფო, ხო, უფრო დიდი კონკურენცია იქნება და მე როგორც მშობელი და მივიღებ გადაწყვეტილებას, სად ჯობია ჩემ შვილს მივცე განათლება. Excel-ი ისწავლო სკოლაში თუ მათემატიკა, მე მივიღო ეგ გადაწყვეტილება რა. ეხლა მაინტერესებს. რა სახელმწიფო მეკითხები. ანუ პირობითად ეს მიმართულება არის ჩემი მიმართულება, სადაც მე მივდივარ სკოლინგის მიმართულებით რაც არის ყველგან. მაგრამ შემეულები რაღაც ანუ პირობითად სახელმწიფო არ ჩაერია ამ ყველაფერში, არ არის მოწოდებული რაღაც საგანმანათლებლო პროგრამა და ასე შემდეგ და ვიღაცა რაღაც განსხვავებულს კი, მე ავდექი და შევქმენი სკოლა, სადაც ვასწავლი რავი, Excel-ს და რაღაც ისეთ რაღაცებს, სადაც მე განათლებას ასწავლე. მე მგონია რომ სწორია რა. მე მგონია რომ სწორი, მე მგონია. ნახე, მათ ხდება როგორი რაღაცა გააგიხსენ. არსებობს რაღაცა primary schooling-ი, არსებობს მე secondary schooling-ი, ხო, high schooling-ი, არსებობს ეს ყველაფერი და ნახე ერთი წამი არსებობს ქვეყნები, სადაც რაღაც გარკვეულ ზღვარზე მოსწავლე, სკოლას გულისხმობ, მოსწავლე აკეთებს უკვე არჩევანს და მაგ არჩევნის წინაშე მეც ვიდექი თავის დროს. არჩევნის წინაშე დგება მოსწავლე, რომ მიიღოს განაგზოს უკვე სკოლაში ან პრაქტიკული განათლების მიღება, ხო? ან აკადემიური განათლების მიღება. აქ არის ძალიან დიდი სხვაობა პრაქტიკულსა და აკადემიურ განათლების შორის. რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ იმას ამ შემთხვევაში ვერ იღებს მოსწავლე კი არა, მშობელიც ვერ იღებს, მაგრამ გადაწყვეტილებას სახელმწიფოს. ხო, და რა არის ციგნებით უნდა ისწავლებოდეს, ეგეც სახელმწიფოს. ციგნის სხვა რაღაცა არის, მეგობარო, ხა ვებხვაზით ისწავლე შენ მათემატიკას თუ არ ვიცი, რაღაც სხვა ციგნით, ვებხვაზით. თოფურიათი მათემატიკა. აქ მიდის ლაპარაკი შენ გინდა თუ არა შენმა შვილმა ისწავლოს მათემატიკა, თუ დაждდეს და ისწავლოს Excel-ი და ჩემმა შვილმა მიჩვენია დაждდეს და ისწავლოს მათემატიკა. და ჩემმა შვილმა თუ მიჩვენია რომ Excel-ი ისწავლოს სკოლას რო ეცარ მათემატიკა და სკოლა აგრასეგ არის. ანუ შენ ლაპარაკები შენ არ უწევს ისწავლის დოგმა არის. ხო, კი ეგრეა სახელმწიფო ეგრე ტირანულად უყურებს განათლების სისტემას. შენ ტირანულზე როგორ ლაპარაკები ხო? ლაპარაკები და მოისმენ რამენაირად მოისმენ. მე ვარ ტირანი, ბავშვმა რომ მინდა რომ სკოლაში ისწავლოს 12 წელი და შენ ვეღარ ტირანი ხალხს 88 ხო რა? ხალხი არ წვეთს მე რა ვისაუბრე რა. ხო, განაცხადოს ხალხმა. ხო და მე მარტივად იტყვი რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ბავშვების განათლებაში, მე როგორი სკოლაც მინდა, ისეთ უნდა ავარჩიო. მორჩა. კაი, ძალიან დიდი მადლობა. მოდი წუთი გექნებათ ორივეს დასკვნებისთვის. მაქსიმალურად შეგიძლია შეაჯამო, ძნელი იქნება, მაგრამ შეაჯამე ერთ წუთში, რაც შენი სათქმელი რაცაა და შენთან გადმოვალ დავასრულებ და მორჩა. შენი შეჯამება არის ის, რომ ისევ და ისევ პატივისცემით ჩემი ოპონენტის მიმართ, რა ვიცი. მართლა რაღაც ტირანია და ის უფრო რაც საჩენ საუბრობ ჩემი აზრით, ვიდრე რაღაც თუნდაც ის რომ სკოლა უნდა იყოს დოგმა, ის 12 წელიწადი თუ 15 წელიწადი არის და ასე შემდეგ რა. რატომაც ესე მიმაჩნია რა, იმიტომ რომ ანუ მე მირჩენია თუნდაც ის განათლება, ანუ არ მჭირდება მე Excel-ის პროფესორი, ბოდიში თუ ესე ჩავეზიდე თუნდაც მაგას, ჩავიჭირე, მე მირჩენია ჩემი შვილი იყოს მაგარი მათემატიკოსი, ვიდრე მაგარი Excel-ის წოდნა რა. მეც მირჩევ. ხო. ეგეთი. არა, ვიღაცას თუ არ უჩვენია. ხო, იმიტომ რომ Excel-ი ვაფშე, ანუ აი, რაღაც ორი ფორმულა შეიძლება ვიცოდე Excel-ში და მაგრამ კიდია ვაფშე არაფერს არ მისწევს, მაგრამ მათემატიკა კარგად ვიცი და მაგრად მისწორდება რა. და ბევრად წინ წამიყვანა მაგა. ხო, პლუს ამას მე მიმაჩნია, ნუ ჩემ ტოპიკს ვეხები, ხა წინა ტოპიკი ხო ვაფშე გადავიდი იქნება, მაგრამ კაროჩ, ჩემ ტოპიკს ვეხები, მე მიმაჩნია, რომ ის 12 და 11 წელიწადი მე რო ზარზე ვდგებოდი და ზარზე ვჯდებოდი, მე ვისწავლე დისციპლინა
მე ვისწავლე პატივისცემა, თუნდაც უფროსის და თუნდაც ჩემზე მეტად განათლებული ადამიანის მიმართ, რადგან განათლებაზე ვსაუბრობ, ხო. და პლუს ამას მე მყავდა წრე, მე მყავდა მეგობარი. მე ვიყავი წრეში. მე მირჩევნია, ხო? ქონდა შემშულსა ყველაფერი, ვიდრე დადიოდეს რაღაცა X სახელის მქონე მასწავლებელი ჩემ შულთან დღის მანძილზე, ვითომ რაღაცებს ასწავლიდეს რა. აი, მადლობა ძალიან დიდი. ალბერტო, შენ გექნება დასკვნის 1 წუთი და მაქსიმალურად მოუყარე რა თავი. მე მართლაც გინდა რა, ხალხს ყოველთვის შეშინია თავისუფლების რა. ანუ თავისუფლების აღების შეშინია, იმიტომ რომ თავისუფლება ვალდებულებისა და პასუხისმგებლობას მოთხოვს ჩვენ თავზე. რაღაცნაირად ხალხს შეშინია, რომ თავის შვილის განათლებას ფილმი ფიქრობს რაღაცა. და ამას ყოველთვის სახელმწიფო სავალებს, რომ აი ახლა მე არ შემიძლია ეს გავაკეთო და შენ სახელმწიფო უფრო მაგარი ხარ რაღაც. სუპერკომპიუტერი ხარ და შენ უფრო უკეთესად აფიქრდები და მიიღები, ჩემი შვილისთვის რა არის იმეიცო და იდიოტი ვარ რა რაღაცა ამ გაგიფით. ხოდა მე ვეცნამდეგი რაღაცნაირად ამ ცევას რა, ისეთი ადამიანების არსებობენ, რომლებსაც ყველაზე მეტად უყვართ თავისუფლები და ყველაზე საუკეთესოა თავისუფლებისთვის. ხოდა რამენერად ამ შობლებს მიცეთ საშუალება თავის შვილებს მოიცენ ისე როგორც თავად სურთ. და ბოლოს მინდა ვთქვა რომ რაღაცნაირად აპელირებ და რაღაცა პატივისცემაზე დარჩენილ და მე არ მგონია რომ ის რაღაცები ვისაუბრე, სადაც მე გამოვიცხე ჩემი განათლების სისტემაში თუ ასე ვთქვათ, ჩემი განათლების შეხედულებაში რომ ეს ყველაფერი უბრალოდ უკანა პლანზე კი არის, საერთოდ მოძულებული წეს. ეს რაღაცები არ მithქვს. ხოდა არის რატომ გაჩნდა ამ პოლემიკაში ეგეც კი არის. მოდი ვაყურებ. ეგ იყო რაც მიზა მეთქვა. მეტი განათლება, ანუ საუკეთესო განათლებას მოგცემს თავისუფალი ბაზარი, სადაც არის დაბალი ხასები, მაღალი კონკურენცია. მაღალ კონკურენციაში იბადება მხოლოდ საუკეთესო. ხალხმა უნდა ამორჩეს, რომელია მისთვის საუკეთესო. ძალიან დიდი მადლობა. კი, რა თქმა უნდა. ნაშვაში არ გასულ. დავწუნდი რომ სწავლობ. კაი, ხალხმა გადაწყვიტოს, მოდი YouTube community-ში გვექნება ფოლი, სადაც მაყურებელს შეუძლია ხმა მისცეს, რომლის არგუმენტები უფრო იყოს სარწმუნო და რომელ აზრს უფრო ეთანხმება რა. ხალხი შეაფასებს თქვენს ნადებადებს. მე ძალიან ვისიამოვნე მართლა. სამწუხაროა რომ დასრულდა, ან მეც დიდი ხანი მინდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ნუ ფორმატიც არ გვაძლევს მაგის საშუალებას. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მაყურებელს ვეწყვილ რომ გამოიწეროს ჩვენი არხი დალაიქოს ეს ვიდეო აუცილებლად და აგრეთვე მოგებით მომავალ შეხვედრამდე. ჩაო. აუ,